რომელია საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მეფე? სანამ კომენტარებში შენს პასუხს წერ, მე ჩემს საზგეთყვი. თამარ მეფე. ერთხელ მაინც ექნება შენს ისტორიის მასწავლებლად ნახსენები თამარ მეფეს, საქართველოს პირველი ქალი მეფე. და როგორ ან რატომ გახდა ის საქართველოს პირველი ქალი მეფე? ერთი მარტივი მიზეზით. მამამის გიორგი მესამეს უბრალოდ ვაჟი არ ჰყავდა. რა თქმა უნდა, თამარ მეფის გამეფებას მაშინვე მოჰყვა უკმაყოფილება და პროტესტი ფეოდალების მხრიდან. როგორ შეძლებდა ქალი ქვეყნის მართვას? თუმცა თამარმა მალევე დაამტკიცა, რომ იყო ძლიერი, ჭკვიანი და შორს მჭრეტელი მმართველი. მისი მეფობის დროს საქართველოს კულტურული და პოლიტიკური განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია. ახლა კი მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას არ უყვარს რა მოხდებოდა თუ კითხვები, მაინც უნდა დავსვათ ეს კითხვა. რა მოხდებოდა გიორგი მესამეს ვაჟი რომ ჰყოლოდა? ვისი სახე იქნებოდა გამოსახული 50 ლარიანზე? იარსებებდა კი ოქროს ხანა. დაიწერებოდა კი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პოემა ვეფხისტყაოსანი. ამაზე ზუსტი პასუხი რა თქმა უნდა არ არსებობს. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, საქართველოს ისტორიაში არ იქნებოდა ის ერთი უნიკალური შემთხვევა, როდესაც ქალი გამეფდა. შემთხვევა, როცა ქალმა გადალახა სქესის ფაქტორი და ყველას დაუმტკიცა, რომ ქალსაც შეუძლია ქვეყნის მართვა. გიორგი მესამეს ვაჟს დიდი ალბათობით არ მოუწევდა ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, რომელსაც თამარი გაუმკლავდა. მას არ მოუწევდა დაემტკიცებინა თავისი ძალაუფლება ეჭვით ახსოვსა დიდებულებისთვის. არადა ხშირად სწორედ ეს გამოწვევები აყალიბებს დიდ ლიდერებს. ამიტომ ვფიქრობ, ისტორია ზუსტად ისე წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო. ტახტზე ავიდა თამარ მეფე, საქართველოს პირველი ქალი მეფე და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად დაამტკიცა, რომ ქალსაც შეუძლია იყოს ძლიერი მმართველი.